რისი სიმბოლო დგას ცენტრში? ჯიხვი? ჯიხვი. ეს აი რა ეს ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ თვითონ ეს ფიგურა 1903 წელს თბილისში ჩატარდა სახალხო მეურნეობის მიღწევა და გამოფენა. სარაჯიშვილმა თავისი პავილიონისათვის ზუსტად აი რასაც ეხლა თქვენ უყურებთ, აი ეს შეაკვეთინა და რამდენადაც ჩვენ ვიცით, თვითონ ეს ფიგურაც იმდროინდელია. ეს არის ენდემური ქართული კავკასიური ჯიხვი, ენდემურია და ისე არცად განსაზღვრება არ არის ზუსტად რატომ არჩია სარაჯიშვილმა თავის სასაქონლო ნიშნად, სასაქონლო ნიშანი იყო მისი პროდუქციის, სხვათა შორის ჩვენ ახლა ავადგინეთ ჩვენი სასაქონლო ნიშანიც სწორედ ეს ჯიხვია და ჩვენ ვფიქრობთ რომ სარაჯიშვილი იყო უწესიერესი კაცი და ჯიხვი თავისთავად არის ჯერ ძალიან ესეთი მოხერხებული არ არის მტაცებელი არაფერს არ აფუჭებს არავის არ ერჩის მაგრამ ცხოვრობს აი ესე ამაყად